ეხლა ახალი ჯორჯ ფლოიდი გვყავს, მაგრამ ამჯერად მისი სახელი ჰენრია და ის თეთრკანიანია, არა შავკანიანი. ის მხოლოდ 18 წლის იყო, როცა დანით მოკლეს. მაგრამ სწორედ პოლიციის სისასტიკემ გამოიწვია ამ ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭის მკვლელობა, რადგან მათ ეშინოდათ, რომ რასისტებად გამოჩნდებოდნენ. ეს ანდავი წარმოუდგენელია და ალბათ ჯერ არ გსმენიათ ჰენრი ნოვაკზე, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიგოთ მასზე, რადგან მის მიმართ ჩადენილი უსამართლობა ჩვენთვისაც უსამართლობაა. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს. მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, მოიწონებთ ამ ვიდეოს, გაუზიარებთ მეგობარს, რადგან ჩვენ ვუპირისპირდებით უსამართლობას. და ეს ამბავი ისეთი ამბავია, რომელიც ყველამ, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს. მოდი ჯერ განვიხილოთ დეტალები, რაც რეალურად მოხდა. ეხლა ვფიქრობ, საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ როდესაც უბრალოდ ჰენრი ნოვაკს ეძებთ, ერთ-ერთი პირველი რამ რაც ჩნდება არის, რატომ ლაპარაკობს ასე ცოტა ადამიანი ჰენრი ნოვაკზე. და ყველაზე პოპულარული კომენტარია, რომ დიდ ბრიტანეთში ძალიან მკაცრი წესებია იმის შესახებ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება გაგაშუქდეს მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს. მაგრამ ზოგადად დიდ ბრიტანეთში ძალიან მკაცრი წესებია იმასთან დაკავშირებით თუ რა ითქმის სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება რასიზმთან იყოს დაკავშირებული. მოდით დეტალურად განვიხილოთ, რა მოხდა აქ სინამდვილეში. კაცი, რომელსაც სიქური დანით მკვლელობაში ადანაშაულებენ, უარყოფს არაგანზრახ მკვლელობას. ჰენრი უბრალოდ ერთ ღამეს მიდიოდა. ის ერთ-ერთი ასეთი ღამის გასვლის შემდეგ გამოდიოდა და მას სიქმა მამაკაცმა ვიქრომ დიგვამ დაჭრა, რომელიც ახლა ამ პოლონელი სტუდენტის მკვლელობისთვის სასამართლოზე დგას. ის გარდაიცვალა სისხლის დაკარგვის შედეგად მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ ამ სიქმა მამაკაცმა დაჭრა. კარგი აღიარებულია, რომ ნოვაკი, რომელიც უკვე დანაჭრილობებისგან დასუსტებული იყო, ცდილობდა დახმარების მოძებნას, როცა პოლიცია მივიდა. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ პოლიციის მისვლის შემდეგ მათ ორივე მხარე დაკითხეს. უთხრეს, რომ ნოვაკმა დაიწყო მთვალი ჩხუბი და რასობრივად შეურაცხო დიგვა. მათ მაშინვე დაადეს ხელბორკილები. მოგვიანებით მიხვდნენ მის მდგომარეობას. როცა ის დაეცა, მათ მოხსნეს ხელბორკილები და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის მათ ხელში გარდაიცვალა. ძალიან მარტივად რა მოხდა. აი ასე. ეს ახალგაზრდა ბიჭი მიდიოდა. იქ იყო ერთი სიქი კაცი, რომელმაც ის დაინახა. ვინც არ იცის, სიქების რელიგია სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და მშვიდობიანი რელიგიაა, რაც კი ოდესმე შემხვედრია. მაგრამ იმის გამო, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში დევნილები იყვნენ, ისინი ატარებენ ამ პატარა დანებს როგორც რელიგიურ სიმბოლოს. და მრავალი წლის განმავლობაში ხალხს აინტერესებდა, როგორ შეიძლება ეს იყოს მისაღები და ნორმალური. დიახ, ეს არის რელიგიური სიმბოლო იმისა, რომ შეგიძლია დაიცვა საკუთარი თავი, მაგრამ ეს ასევე პატარა מחვილიცაა და ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება უბრალოდ ქუჩაში מחვილით იარონ. როგორც არ უნდა იყოს, ამ კაცმა გადაწყვიტა თავისი პატარა מחვილი გამოეყენებინა და ჰენრი ნოვაკი დაჭრა. მაგრამ აი რა მოხდა შემდეგ. პოლიცია მივიდა. ჰენრი იატაკზე იწვა და მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიღებული. და ის სიქი, ანუ ის კაცი, ვინც სინამდვილეში სცადა მისი მოკლა, დაიწყო ლაპარაკი, რომ ჰენრი რასისტი იყო, ბლა 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 ბლა. და როცა პოლიცია ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა, ჰენრის ხელბორკილები დაადეს. და შემდეგ ფაქტობრივად გარდაიცვალა. იმიტომ რომ მათ მაშინვე იფიქრეს, რომ ეს აუცილებლად ჰენრის მხრიდან სიქზე რასისტული თავდასხმა იყო და არა პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვხედავთ, სულ უფრო და უფრო მეტს. ყოველთვის თეთრკანიანებზე თავდასხმები დღესდღეობით სრულიად ნორმალურ მოვლენად იქცა. კარგი, და ახლა ამაზე ვილაპარაკებთ. ხედავთ, რადგან ამ ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორია, რაც ისაა, რომ დიდ ბრიტანეთში პოლიციელებს სხეულის კამერის დარება ევალებათ. მაგრამ ამ შემთხვევის სხეულის კამერის ჩანაწერი საზოგადოებისთვის არ გამოუქვეყნებიათ. და ყველგან ხალხი ამბობს, უბრალოდ მოგცეთ ჩანაწერი, უბრალოდ გვაჩვენეთ რა მოხდა. თუ არაფერი ცუდი არ მომხდარა, მაშინ უდი შეგეძლოთ ჩანაწერის ჩვენება. და მაინც პოლიცია უარს ამბობს. სანამ დანარჩენ ამბავს მოგიყვებით, მოდით ჩვენი სპონსორების მოკლე გზავნილი მოვისმინოთ. ალბათ უკვე ნახეთ სათაურები ჰანტავირუსის აფეთქების შესახებ საკრუიზო გემზე და ეს გვახსენებს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა. როდესაც ახალი ვირუსი ჩნდება, ჯანდაცვის სისტემა სწრაფად იტვირთება და უმჯობესია მათზე დამოკიდებული არ ვიყოთ. და სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ჯანმრთელობის კომპანიის გადამდები და ავადებების საგანგებო ნაკრები უკვე სახლში გქონდეთ, სანამ დაგჭირდებათ. შეუკვეთეთ ის ონლაინ ახლავე, რადგან მას მოჰყვება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები და თუნდაც ნებულაიზერის ასუნთქი სიმპტომებისთვის, რაც იმედია არასდროს დაგჭირდებათ. შემდეგი აფეთქების დროს პანიკაში ყოფნის ნაცვლად, თქვენ უკვე გექნებათ კრიტიკული მედიკამენტები და სასუნთქი მოწყობილობები ხელთ, რომ დაუკოვნებლივ გამოიყენოთ. შეხვიდეთ twc.health/mitira-ზე და გამოიყენეთ კოდი MEIRA, რომ დაზოგოთ $33-მდე და მიიღოთ უფასო მიწოდება. კომპლექტები ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის მცხოვრებლებისთვის. მოდით დავჭერთ ჯანმრთელები. და დაუბრუნდეთ ამბავს, რადგან ეს ამბავი მართლა გულსადგენია.
როგორც უკვე ვთქვით, ჰენრი ნოვაკი 5 ჯერ დაჭრეს და ის გარდაიცვალა 18 წლის ასაკში. პოლიცია მივიდა, მსხვერპლი ხელბორკილებით დააკავა და ხოლო ეჭვმიტანილი ამტკიცებდა, რომ რასობრივად შეურაცხყვეს და უარყოფდა, რომ დანა ჰქონდა და ანის კამერის ჩანაწერი დამამძიმებელია. სამართლიანობა ჰენრისთვის, მაგრამ რატომღაც ისინი ამ ჩანაწერს არ აჩვენებენ. კარგი, მოდი ვნახოთ მისი ბოლო ჩანაწერი. ეს არის ის, როგორ ბრუნდება უკან. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აშკარად ჩანს, რომ ეს ბიჭი მთვრალი არ არის. არც აგრესიული ჩანს, არც გაბრაზებული ჩანს. პირიქით, საკმაოდ მოწესრიგებულად გამოიყურება. ჩვეულებრივად გამოიყურება. ის კარგად გამოიყურება. თითქოს ზრუნავს თავის გარეგნობაზე. არ ჩანს. საერთოდ არ ჩანს, რომ მასთან რამე სერიოზულად არასწორად არის. მოდით წავიკითხოთ სათაურები. ესექსის სტუდენტი დაფიქსირდა სათვალთვალო კამერაზე. ჰენრი ნოვაკი ჩაფორდ 100-დან ბრუნდებოდა. ღამის გასართობიდან საუთჰემპტონიდან, ინგლისში. ის პოლონელია. როდესაც მას 21 სანტიმეტრიანი დანით დაჭრეს, სასამართლომ მოისმინა, რომ თავდასხმის ვიდეო ჰენრი ნოვაკის ტელეფონში იპოვეს. პროკურორის თქმით, ვიგრამ დიგვა 23 წლის სასამართლოზეა მისი მკვლელობის ბრალდებით. მისი დედა კირან კაური ბრალდებულია დამნაშავის დახმარებაში. გვან კაურმა უარყო ბრალდებები და სასამართლო პროცესი გრძელდება. ჰენრიმ სინამდვილეში გადაიღო საკუთარი თავი მთელი ამ მოვლენების განმავლობაში. რაც საინტერესოა, რადგან ვიცით, რომ არსებობს ვიდეო მასალა. მას რატომ არ გვაჩვენებენ მას? ცევდიანი ისაა, რომ ისინი უბრალოდ ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურებიან. ის უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭივით გამოიყურება. ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც არამხოლოდ დანით თავდასხმის გამო გარდაიცვალა, არამედ იმიტომაც, რომ პოლიციამ გადაწყვიტა დაეჯერებინა იმ ბიჭისთვის, რომელიც სიქივით გამოიყურებოდა. და სინამდვილეში არ მოусმინეს, რას ამბობდა ჰენრი 18 წლის ბიჭი, რომელიც დაჭრილი იყო, რომელიც ემუდარებოდა და ეუბნებოდა მათ და მათ ბიჭებო დახმარება მჭირდება. და მათ არ გაუწიეს დახმარება და ის გარდაიცვალა. და ეს კარგი არ არის. პრობლემა. როგორც ალბათ უკვე თავად მიხვდით. სტუდენტს, რომელიც ხამით გასულია, რამდენჯერმე აჭრიან 21 სანტიმეტრიანი დანით. რატო გაჩვენებთ ამ მასალას მთავრობისგან? იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ყველაფრის, რაც ხდება. მოდით ვნახოთ, როგორ გამოეხმაურა Keir Starmer ამ ამბავს. ის საკუთარ სისხლში წევს, პირდაპირ სისხლში იხჩობა. პოლიცია მოდის შემთხვევის ადგილზე. იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი გააკეთონ, save his life. They handcuff and arrest the lad because there's an accusation of racial abuse. რაც თავისთავად საზიზღარია. იმიტომ რომ თუნდაც ეს რასობრივი ძალადობის შემთხვევა ყოფილიყო, თუნდაც ჰენრი სრულიად არასწორი ყოფილიყო ამ ისტორიაში. თუ კაცი იატაკზე სისხლშია, მას ხელბორკილებს არ ადებ, სამედიცინო დახმარებას უწევ. მარტივი, ადვილი, ელემენტარული საღი აზრია, ასე გეგონება. ეს სკანდალია. მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში და თქვას, რას აკეთებს იმის გამოსაპლევად, თუ როგორ მოიქცა პოლიცია ამ საკითხში. და შეგვიძლია თუ არა კონდეს დებატი პოლიციის ორმაგ სტანდარტებზე, რომელიც ასე ძალიან აზიანებს პოლიციისა და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემას ამ ქვეყანაში. თუ გსმენიათ მეტსახელი ორნაირი კეირი, ასე მოიხსენიებენ Keir Starmers, რადგან მას ორი საფეხური აქვს, ორი გზა ადამიანებთან ურთიერთობისთვის. არის ყველა დანარჩენი და შემდეგ არიან თეთრკანიანები. და თეთრკანიანებს ყოველთვის უარესად ექცევიან ვიდრე დანარჩენებს, რადგან ეს ორსაფეხურიანი სისტემაა. და ეს ნამდვილად საზიზღარია. აი ილონ მასკმა ეს გააზიარა. გსურთ სიმართლე, პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერის გამოუქვეყნება დანაშაულის აღიარებაა. ბრიტანეთის პოლიცია არ აქვეყნებს ჰენრი ნოუქსის ჩანაწერს. ეს ძალიან მარტივ რამეს გეუბნებათ. კარგი. ეს გეუბნებათ, რომ პოლიციამ რაღაც არასწორი გააკეთა, მაგრამ პოლიცია ისევ აგრძელებს არასწორ ქმედებებს, რადგან მთავრობა ფსიქოტიკურია და სწორად არ იქცევა. ჯერ კიდევ ვერ ვიგებ ამას. Keir Starmerმა George Floyd-ის პატივსაცემად მუხზე დადგა. ეს მისი სურათია. მან პარლამენტში ისაუბრა სერიალ ადოლესცენციაზე, რომელიც Netflix-ის გამოგონილი სერიალია. ვინც არ გინახავთ ადოლესცენცია, ალბათ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზიო შოუა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მაგრამ როდესაც ჰენრი ნოაკი და ეს კონკრეტულად კვლევობას ეხება, როდესაც ჰენრი ნოაკი ახალგაზრდა თეთრკანიანი ბიჭი, სიქმა დანით მოკლა და პოლიციამ ხელბორკილები დაადო, როცა ის კვდებოდა, Keir Starmer არაფერს ამბობს. ეს ადამიანი მორალურად საძაგელია, მე სრულიად მძულს ის.
ისევ, ისინი არაფერს იტყვიან, თუ ეს მათი დღის წესრიგის შესაბამისი არ არის. და მათი დღის წესრიგია ის, რომ დაარწმუნონ ხალხი თითქოს მრავალკულტურიანობა საუკეთესოა. ეხლა მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი რაიმე ფორმით წარმოადგენს სიკ ხალხს, რომელთაც მე ვიცნობ და ძალიან მიყვარს. და მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო წერილი სიქებისგან კარგი. და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რადგან ეს და ისლამისტებს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. განცხადება სიქთა საზოგადოებისგან მედიის მიერ ჰენრი ნოვაკის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გაშუქების შესახებ. ქვეყნის მასშტაბით სიქთა ორგანიზაციებისა და თემების სახელით ჩვენ ვუცხადებთ ჩვენს ღრმ სამძიმარს ამ ტრაგიკული დანაკარგის გამო და ჩვენი ფიქრები და ლოცვები ნოვაკის ოჯახთან და მათ საყვარელ ადამიანებთანაა ამ უკიდურესად რთულ პერიოდში. როგორც იუწყებიან, ეს შემთხვევა არ შეესაბამება სიქთა რწმენას, სიქთა საზოგადოებას, ან იმ პრინციპებს, რომელთაც ის ემსახურება. სიქთა სწავლება დაფუძნებულია თანაგრძნობაზე, სამართლიანობაზე, თავდაბლობაზე, პასუხისმგებლობაზე და კაცობრიობის სამსახურზე. სიქთა საზოგადოება რჩება მშვიდობიან, კარგად ინტეგრირებულ და ბრიტანული საზოგადოების ღრმად დაფასებულ ნაწილად. ჩვენ პატივისცემით მოუწოდებთ ყველას საშუალება მისცენ სასამართლო პროცესს სამართლიანად და მიუგერძოებლად წარიმართოს და თავი შეიკავონ სიქთა რწმენისა თუ სიქთა რელიგიური პრაქტიკის შესახებ ზოგადი დასკვნების ან შეფასებების გაკეთებისგან ერთი კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე. დავრჩეთ ერთიანები, ვიყოთ ერთგულნი. ჩვენი ძირითადი ღირებულებების და განვაგრძოთ ნებისმიერი სახის გამყოფი ნეგატივის უარყოფა. იქნება ეს განზრახ თუ უნებლიე. ერთად უფრო ძლიერად მოძრაობთ წინ. რატომ არის ეს ასეთი ლამაზი განცხადება? გეტყვით რატომ? და ვფიქრობ, ეს ნამდვილად საყურადღებოა. ამჩნევ თუ არა, რომ როდესაც სხვა რასისტული თავდასხმებია, მაგალითად ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების შემთხვევები, ისლამისტური წრეებიდან არის მის განცხადებები და ისინი არ გამოდიან ბოდიშის მოხდით ამის გამო. აქ ძალიან სწრაფად განიმარტა. ასე ჩვენ არ ვიქცევით. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვცემთ პატივს. ეს არ არის ის, რაზე ჩვენ ვთანხმდებით ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ფორმაში. ეს არ არის ჩვენი საქციელი. და ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ნამდვილად სურს მსგავსი რამ მოისმინოს ისლამისტური ტერორიზმისგან. მაგრამ აქ ამ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ ხალხი გამოვიდეს და იყვიროს, რომ სიძულვილი აქვთ სიქთა საზოგადოების მიმართ, ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ჰენრი პოლიციამ ცუდად მოექცა. ჩვენ უნდა მივხედოთ ამ საკითხს. შეამჩნიეთ, რომ ამ შემთხვევის შემდეგ მასიური ანტისიქთა მოძრაობა არ გაჩენილა. მიზეზი ის არის, რომ ხალხი ხვდება, ამ ტერორისტულ აქტს სიქებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ადამიანი უბრალოდ პრობლემური პიროვნება იყო. და თუ იგივე შემთხვევა ისლამისტებთანაც მოხდებოდა, ხალხიც იგივეს იგრძნობდა. კარგი, ეს არის ცალკეული შემთხვევა, რომელიც მთელ ისლამისტურ მოძრაობას არ ასახავს. მაგრამ ნახეთ, როგორ სწრაფად გამოვიდა სიქთა მოძრაობა და თქვა, რომ ეს მიუღებელია. და ნახეთ, როგორ არ გაუკეთებია ეს ისლამისტურ მოძრაობას ასე სწრაფად. და ეს არის განსხვავება, რადგან ხალხი ხვდება, რომ ეს ნორმალურია. ჩვენ შეგვიძლია სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან თანაცხოვრება. ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს სხვადასხვა ტიპის ადამიანები ჩვენ საზოგადოებაში. ეს ნორმალურია, ეს შესანიშნავია. ინგლისელები ბუნებრივად არ არიან ამის წინააღმდეგი. სხვაობა ის არის, როცა ეს ადამიანები აქტიურ ტერორისტებად იქცევიან და ამ მენტალიტეტს უჭერენ მხარს. აქ ძალიან მკაფიო გამიჯნაა საჭირო. და ეხლა ამ ამბავს რომ ისმენე ხალხი, სიქების საზოგადოებაზე გაბრაზებული არ არის. თუმცა ბევრს უყვირს, რატომ აქვთ მათ ნებადართული დანებით სიარული. ისინი პოლიციაზე არიან გაბრაზებულები, რადგან პოლიციის ქცევა აქ სრულიად ჩემზარავი იყო. მოდით ნახოთ. ასე რომ Keir Starmer-ს ზედმეტსახელი ორი კეირი ტყუილად აშეურქმერიათ. ფარისეულობა კიდევ ერთხელ ჩანს. თუ შევხედავთ, როგორ რეაგირებდა ჰენრი ნოვაკზე და როგორ რეაგირებდა ჯორჯ ფლოიდზე, ორმაგი სტანდარტები ყველასთვის აშკარად ჩანს. რადგან ჰენრი ნოვაკის შემთხვევაში მან მისი სახელი ჯერ კიდევ არ უხსენებია, მაგრამ თუ უბრალოდ შევხედავთ, როგორ რეაგირებდა ჯორჯ ფლოიდზე, დავინახავთ, რომ მას სრულიად განსხვავებული სტანდარტები აქვს. Can I start by expressing shock and anger at the death of George Floyd? რატო უხაროდა ჯორჯ ფლოიდზე ლაპარაკი? იმიტომ რომ ეს იყო საზღვარგარეთ მომხდარი ამბავი, რომელიც მას შავკანიანებთან ქულებს აძლევდა ინგლისში. ჰენრი ნოვაკი კი უბრალოდ აჩვენებს სრულ და აბსოლუტურ კატასტროფას, რომელსაც მისი ქვეყანა მის გამო აწყდება. ამიტომაც ის ამაზე პასუხს არ გასცემს. ესეც საინტერესოა, რადგან მედია ამ ამბავს აჩუმებს, არსაც ჩანს ნამდვილად. მაშინაც კი როცა ამას ეძებთ, ეს ამბავი პირველ ნომრად უნდა იყოს, როცა პოლიციელები 18 წლის ახალგაზრდის სიკვდილს უშვებენ. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. გამარჯობა, უბრალოდ ორი კითხვა მინდა დაგისვათ. იცნობთ ამ ბიჭს? ეს ჯორჯ ფლოიდია. დიახ, სწორია და იცით მისი ისტორია? ის ამერიკაში პოლიციელმა მოკლა და ამის შემდეგ დიდი აღშფოთება დაიწყო. ხალხი აჯანყდა, ძარცვავდა, ფუჩებში იყო ათასობით ადამიანია. დიახ. და ეხლა ამ ბიჭის შესახებ იცით? არ ვიცი ეს ვინ არის? ვინ არის? აი ესე. ეს არის ჰენრი ნოვაკი, რომელიც სასტიკად მოკლა ერთმა ინდოელმა კაცმა.
და პოლიციელმა დაადანაშაულა იგი რასიზმში და ფიქრობდა რომ აგრესიული იყო ან რაღაც მსგავსი და ის გარდაიცვალა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ პოლიციის პატიმრობაში იმის ნაცვლად რომ დაეცვათ. ეს არ ვიცოდი, ეს საშინელებაა. ეს აბსოლუტურად საშინელი ისტორიაა და მას მედია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. რა თქმა უნდა, მას მედია ყურადღებას არ აქცევს, რადგან ეს არ შეესაბამება იმას, რასაც მედია ცდილობს გაავრცელოს. ანუ თითქოს პრობლემა ნამდვილად თეთრკანიანებშია. და სამწუხაროდ მათთვის ეს ასე არ არის. ეხლა უკვე იცით, ვინ არის ჰენრი, ასე რომ გახსოვდეთ და პატივი მიაგეთ მას. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ რაღაც გააკეთოთ ამის შესახებ. მოითხოვეთ, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ეს ისტორია არსებობს და მოითხოვეთ თქვენი პოლიციისგან, რომ ყველა მოქალაქეზე იზრუნონ, ვინც მათ ტერიტორიაზე ცხოვრობს და არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება მათ დადებითი ქულები მოუტანონ იმისთვის, რომ არ არიან რასისტები. მადლობა ყურადღებისთვის.